ისლამისტი ქალი, რომელიც ისლამზე მოექცა, გადაწყვეტს, რომ მისი ვალია დედაქალაქში ბომბის აფეთქება და რაც შეიძლება მეტი კანონმდებლის მოკვლა ამ გიჟურ სკანდალურ ამბავში. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, FBI აცხადებს, რომ მან ჩაშალა შესაძლო ISIS-ით შთაგონებული ტერორისტული შეთქმულება ნიუ-იორკში. სააგენტო ფაქტს უყვება, რომ მათ დააკავეს 35 წლის ალბანის მცხოვრები ქალი, რომელსაც ბრალად ედება შტატის დედაქალაქში ბომბის აფეთქების და კანონმდებლების მოკლის დაგეგმვა. სისხლის სამართლის საჩივრის მიხედვით, ჯესიკა ბოუმ ერთგულება შეფიცა ISIS და სავარაუდოდ გეგმავდა ბომბის დორდაშის ჩანთაში დამალვას. დამალვას იმ იმედით, რომ დაარტყამდა მაშინ, როცა შტატის სენატორები შეხვედრაზე იქნებოდნენ. გუბერნატორი კერი ჰოჩელი სავარაუდოდ შემდეგ საათში გააკეთებს განცხადებას, სადაც შესაძლოა ამ ყველაფრის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. კარგი, ასე რომ თქვენ ძირითადად გააქვთ ეს 35 წლის ქალი. ის თეთრკანიანია, ის ალბანიდანაა. მან რამდენიმე თვე გაატარა ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმში ლურსმნიანი ბომბის აფეთქების დაგეგმვაში და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სენატორის მოკლას. შემდეგ კი სურდა სირიაში გაქცევა და ISIS-ში გაწევრიანება. გულისხმობ ღმერთო ჩემო, აქ არის დეტალები, რომლებიც არ მოგესმებათ მედიაში, რადგან ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ ის აშკარად ისლამზე მოექცა და იმ საფრთხეებზე, რაც ასეთი ქალების მოქცევას ახლავს, რომლებიც უბრალოდ წარმოუდგენლად ამბიციურები არიან. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე ვარ იარა კეი, თქვენი წამყვანი. არ დავავითვლეთ გამოწერის რილაქსა დაჭერა, რომ შემოგვიერთდეთ სიგიჟის წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში. და ვფიქრობ, რომ ISIS-ის მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმები მოქცეული ქალების მხრიდან ეს არის ის, რაზეც აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. რაგი, ვინ არის ჯესიკა ბოუ? მან 5 წლის წინ მიიღო ისლამი. აიშა სეიბი დაარბა 48 და 2026 წლის ზაფხულისთვის. უკვე აქებდა 9/11-ს. აუდიო მიმართვაში ISIS-ის ხალიფისთვის ერთგულებას ეფიცებოდა. და უცნობებს ინტერნეტში ეუბნებოდა, რომ უნდოდა უწმუნოები მოეწამლა. მაგრამ ნუ შეგაშინდებათ, ამ დრამაში ის მხოლოდ ინტერნეტში არ ლაპარაკობდა, მან გადაწყვიტა რეალურად ემოქმედა. სინამდვილეში რეალურად ემოქმედა. კარგი, ეს ქალი, რომელიც ამაზე ლაპარაკობს, მის სახელია ეიმი მაქსი. ის ხელმძღვანელობს ამ შესანიშნავ ორგანიზაციას, რომელიც ამ ხელს ამერიკის ისლამურ ხელში ჩაგდებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე დიდი მხარდამჭერი ვარ ამის. და ის აქ წერს, ეს ზუსტად ის სქემაა, რომელსაც წლებია ვაკვირდები ევროპაში. ჩვეულებრივი თეთრკანიანი ქალები გადადიან ისლამზე, ითვისებენ ამ იდეოლოგიას და საბოლოოდ ცდილობენ განახორციელონ ისლამის სურვილები საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ. სხვა სქემა, რომელიც მე მინახავს, არის ახლო აღმოსავლეთის ისლამური მამაკაცების მხრიდან ამ ქალების გადაბირება, მათთან რომანის გაბმა და მათთვის სასურველი ყურადღების მიქცევა და მათი გამოყენება ამ ჯგუფის სურვილების შესასრულებლად. სხვათა შორის, როცა ხედავთ, რომ ეს ქალები იღებენ უცნაურ იდეოლოგიებს, ეს ძალიან გავს იმას, როგორც ლიბერალი ქალები იღებენ უცნაურ იდეოლოგიებს, მაგალითად ლინსი კლენსის მხარდაჭერას. და როცა ვიგებთ ქალებზე, რომლებიც ავღანეთში გადადიან, რათა იქ დაქორწინდნენ საყვარელ ადამიანებზე, ესაც იგივე სქემის ნაწილია. დააგვირდით, რომ FBI-ის ფიციან განცხადებაში არასოდეს არის მითითებული, ვინ გააცნო მას ისლამი. ის ან რეკრუტირებულია, ან დამუშავებულია. ასევე არასოდეს არის მითითებული მეჩეთის სახელი. როგორც არ უნდა იყოს, მოусმინეთ, რას ამბობს აიშა მისივე სიტყვებით. დიდება ალას 11 სექტემბრისთვის ძალიან ელეგანტურია. როცა შევძრებ ემიგრაციას ამ უწმუნოებს მოვწამლავ, მშვენიერია. კაფირების ტვინის აფეთქება მშვენიერია, ამას რძენი. მინდა რაც შეიძლება ბევრი შენობა გავანადგურო და სენატორები მოვკლა, როცა ისინი შეხვედრაზე იქნებიან. გავანადგურო ზოგიერთი ტაუთი. უფალო მინდა რაღაც რაც საქმეს გააკეთებს, არ მინდა ასეთი რისკი ავიღო და მე რა უნდა მოვკლა 1 ან 2, 3 ადამიანი, რა სარგებელია ამაში? ხო, რა სარგებელია ამაში, აიშა? ძნელად ეს იქნებოდა თეთრი სახლი პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ეგ კიდევ უფრო რთული საქმეა. ასე რომ ეს დაახლოებით ისაა, რაზეც ვფიქრობ, ყველაზე დიდი პოლიტიკური შენობა, რაც ამ ტერიტორიაზე ვიცი. ის ახიარებს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტის მოსაკლავა წასვლა უნდა, მაგრამ ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს. ამიტომ უბრალოდ აპირებს, რაც შეიძლება ბევრი სენატორი მოკლას. კაფირებმა უნდა იცოდნენ, უწმუნოებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათზე მოვდივართ და ღმერთის კანონს უზენაეს გავხდით. და უნდა კითხოთ საკითხოთ საკუთარ თავს, თქვენგან ზოგიერთებმა თუ ვინმე ადიდებს ალლას 11 სექტემბრისთვის. ვინც ფიქრობს, რომ უწმუნოების მოწამვლა სწორია, ვინც ფიქრობს, რომ უწმუნოების ტვინის აფეთქება სწორია, ვინც უნდა რაც შეიძლება მეტი შენობა გაანადგუროს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას, იმიტომ რომ რა არის კარგი, 2 თუ 3 ადამიანი. და ისინი იდეალურ შემთხვევაში პრეზიდენტს დაუმიზნებდნენ. ეს ყველაფერი ნამდვილად გვახსენებს ამ მშვიდობიანი რელიგიის სილამაზეს, რომელსაც ის უკავშირებს, ხომ ასეა? არა, ეს ძალიან სასიამოვნო. როგორც არ უნდა იყოს, აი რა მოხდა დეტალურად. მან ამბენჯერმე დაზვერა კაპიტოლიუმი. ყველა მხრიდან გადაიღო ფოტოები, შემოიარა სამიზნე. დაგეგმა მოწყობილობის DoorDash-ის ჩანთაში ჩადება, რომ კურიერად დამოჩენილიყო. მან იყიდა ლურსმნები, ლენტი, ბატარეა და საკუთარ თავს კითხა. თავდასხმას დაარქვა ოპერაცია Give the Hood the Boot. სინამდვილეში არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მოდი, ერთი წამით მოვძებნოთ. ვინმე რამე რომელსაც ღმერთის ნაცვლად ეთაყვანებიან, მისდევენ ან ემორჩილებიან, ხომ ასეა? ასე რომ ეს ძირითადად ნიშნავს ვიღაცას, ვინც მის ალლას არ ემსახურება. მან ითხოვა დამალული პისტოლეტი, რომ პოლიციელებს ესწროლა თუ ისინი პოლიციელები მივახოლდებოდნენ. მან თქვა, რომ თუ ოთახის მეზობლები ბომბს იპოვიდნენ, მას დაჭრიდა. იმედოვნებდა, რომ შიგნით მყოფი 200 ადამიანიდან მინიმუმ 9 მოკლავდა. ფარულ თანამშრომელს უთხრა, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ციხეში წავიდეს.
პატარა გოგონადან, რომელიც 9/11-ის შემდეგ ამერიკის დროშას აფრიალებდა, დაწቀბული და დამთავრებული ფრჩხილის ბომბზე მიმაგრებული ჩამოშლილი კოშკების სტიკერებით, შტატის საკანონმდებლო ორგანოში დანარჩენს იდეოლოგია აკეთებს. მას აქვს 9/11-ის სტიკერები. და სხვადასხვა ეს ფსიქოპათი. კარგი, ეს ფსიქოპათის სურათია. ფსიქოპათი ძალიან ავად გამოიყურება, ძალიან უბედურად გამოიყურება, ანუ ღმერთო ეს რა არის? მოდი მოვისმინოთ, რას ამბობს ამაზე FBI. ჩვენ დღეს აქვთ გავართ. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში აღნიშნავთ 9/11-ის თავდასხმების 25 წლის თავს. ეს გამოძიება უსვამს ხას მწარე რეალობას, რომ ჯერ კიდევ არსებობენ მტრები, რომლებიც ამერიკის მიწაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებენ. სიგიჟეა. როგორც ამ საჩივარში ამტკიცებენ, ქალბატონი ბოუი ერთ-ერთია მათ შორის. სასამართლო დოკუმენტებში ნახავთ, რომ მან ერთხელ დაწერა, ციტირებ, დიდება ალას 11 სექტემბრისთვის. ასევე სასამართლო დოკუმენტებში წერია, რომ მან წყაროს უთხრა, ადრე პატარა გოგონა ვიყავი, რომელიც 9/11-ის შემდეგ ამერიკის დროშას აფრიალებდა. ეხლა კი ჩამონგრეული კოშკების სტიკერები მაქვს. მეგობრებო, დაფიქრდით ამაზე. სადღა იყიდი საერთოდ ჩამონგრეული კოშკების სტიკერებს? ნება მომეცით გამოვიცნო. ალბათ თქვენ სასახლის მაღაზიაში ახლოს. კიდევ ერთხელ მისის ბოუის მხოლოდ კანონმდებლების მოკლა არ სურდა. მას ჩვენი მთავრობის მუშაობის სრული ჩაშლა სურდა. და ამის შემდეგ მას ქვეყნის დატოვება და ერთ დღეს დაბრუნება ჰქონდა დაგეგმილი. ციტატა. მეტი გაეკეთებინა მაგალითად ახალი წლის ღამე Times Square-ზე. მაშინაც კი განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა თეთრი სახლისა და პრეზიდენტის დასარტყმელად. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შტატის კაპიტოლიუმს ააფეთქებდა. აქ ვარ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ თქვა, ეს ჩვენს თვალწინ არ მოხდება. ეს იყოს გზავნილი ყველასთვის, ვინც ჩადის ან ფიქრობს მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებზე. ეს FBI გიპოვით. ამ ხელმძღვანელი გუნდის ხელმძღვანელობით ჩვენი ბრწყინვალე პარტნიორების გვერდი. ჩვენ უფრო გადამწყვეტად მოქმედებთ ვიდრე ოდესმე, რათა გამოვავლინოთ, ვიპოვოთ და დავაკავოთ დამნაშავეები მანამდე, სანამ ისინი შეძლებენ თავიანთი სავარაუდო გეგმების განხორციელებას. 2026 წლის დასაწყისიდან ამ FBI-მ უკვე 400-ზე მეტ ადამიანს შეუშალა ხელი, რომ მსგავსი სავარაუდო თავდასხმები განეხორციელებინათ, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხედავთ, სწორედ ამიტომ სურთ მათ პოლიციის დაფინანსების შეწყვეტა. კი, ვიცი, პოლიცია იგივე არ არის, რაც FBI, მაგრამ მათ უნდათ უნდობლობა იმ სისტემების მიმართ, რომლებიც მზად არიან შეაჩერონ ისინი საშინელი თავდასხმების ჩადენაში. და პრობლემა ის არის, რომ ამერიკაში მართლაც არსებობს მასიური ისლამიზაციის პრობლემა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჯგუფებად, თემებში, საზოგადოებებში მოქმედებენ და ისინი თავრობას არ მიმართავენ. ისინი არაფერს არ აშონებენ. და კი, ხალხი ჯერ კიდევ იმდენად სულელია, რომ გონია შეუძლებელია ინტერნეტში მათი ყველა ქმედების თვალყურის დევნება. ამას ყოველთვის მიკვირს. ვიდრე ყველაფერი, რასაც ინტერნეტში აკეთებთ, სამუდამოდ იტარება და ინახება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის პოვნა, მთავრობასაც შეუძლია ამის პოვნა, სამუდამოდ. მაგრამ ამას გარდა პრობლემა ისაა, რომ თუ კიდევ უფრო და უფრო მეტი ისეთი თემი გაჩნდება, რომელიც ტერორიზმს უჭერს მხარს, ისინი შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას, რადგან ინფორმაცია არ გაჟონავს. ეს არსად არ წავა. იდეები რეალურად ემთხვევა ერთმანეთს და თუ მართლა გსურთ ტერორიზმთან ბრძოლა, იქნებ ჯერ იმ იდეოლოგიას უნდა გაუმკლავდეთ, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და ახალისებს არა, ანუ ეს არც ისე რთულია. ქალის დაკავების შემდეგ, რომელიც ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმის აფეთქებას გეგმავდა ალბანში, გამომძიებლები ამბობენ, რომ მას სურდა შტატის კანონმდებლების მოკლა ამ თავდასხმაში და რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვილაცას გაუმხილა. მათი თქმით არაბულად ციტატა: დიდება ალას 11 სექტემბრისთვის. უფროსი კორესპონდენტი ერიკ შონი პირდაპირ ეთერში ნიუ-იორკიდან. დამაჯობა ერიკ. დამაჯობა მართლა. ეს საქმე, სადაც ხელისუფლების თქმით მან ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმის შენობა დაათვალიერა. კვირების განმავლობაში აწარმოებდა თვალთვალს, რაც იყო ISIS-ით შთაგონებული ტერორისტული თავდასხმის ნაწილი. კაპიტოლიუმის შენობის ასაფეთქებლად და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაკლავად. ასე რომ თქვენ პირდაპირ გაქვთ ისტორია, ქალზე რომელმაც 5 წლის წინ ისლამი მიიღო, ამბობს ისეთ რაღაცებს, როგორიცაა. მიყვარს 11 სექტემბერი და ასე შემდეგ. ეს ზუსტად ის არ უთქვამს, მაგრამ მიხვდებით რას გულისხმობ. და ის ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს და სამიზნეს უთვალთვალებს, ამტკიცებს, რომ მხოლოდ 2 ან 3 ადამიანის მოკლა საკმარისი არ არის. და ხალხი მაინც მზადაა უბრალოდ უყუროს და თქვას: არა. ისინი არ ცდილობენ ჩვენი ქალების ინდოქტრინაციას. არა. ეს სინამდვილეში პრობლემა არ არის, ბიჭებო, ეს პრობლემაა. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის.